საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 19 დეკემბერს მირონ ლუკიის მთავარეპისკოპოს წმინდა ნიკოლოზ საკურველმოქმედს მოიხსენიებს. სადღესასწაულო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარისმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში აღავლინა. თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა ტაძარში შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა და სრულიად საქართველო დალოცა. დღეს არის განსაკუთრებული დღესასწაული ხსენება წმინდისა, დიდისა და მთავრისა, როგორც ჩვენ ვუწოდეთ ყოველთა ქართველთა დიდისა კათოლიკოს პატრიარქისა, ჩვენი მოძღვრისა, ჩვენი მფარველისა, საქართველოს წინამძღვრისა და სულიერი მამისა, წმინდისა ნიკოლოზისა. წმინდა ნიკოლოზი გამოირჩევა თავისი წყალობით, თავისი მადლით და ეხმარება ყოველ გაჭირვებულ ადამიანს, რომელიც რწმენით და სიყვარულით მიმართავს მას. მე მახსენდება ჩემი ყოფნა ბათუმში. მე მსახურობდი წმინდა ნიკოლოზის ტაძარში და მახსენდება მე ვიყავი იღუმენი და ჩამოვიდა უკრაინიდან ჩემ დროს სწავლობდა სასულიერო სემინარიაში და დიდი გაჭირვება ჰქონდა მას. ჩამოვიდა იმ დროს, როცა ტაძარში უნდა შესრულებულიყო წმინდა ნიკოლოზის პარაკლისი. ყოველ ოთხშაბათს საღამოს ვასრულებდით წმინდა ნიკოლოზის პარაკლისს და აი ამ დროს მოიდა ჩემთან და მითხრა, რომ სთხოვე პატრიარქსო, მიმიღოსო წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში. მე მივწერე უწმინდეს და უნეტარეს ეფრემ მეორეს და მართლაც დიდი გაჭირვებით, მაგრამ მიიღო მაინც. მიიღო და დიდხანს იმსახურა წმინდა ნიკოლოზის ტაძარში და მე ვნახე სიზმარში წმინდა ნიკოლოზი თავზე დამადო ხელი და მეფერებოდა და მე სულ ვერ დავიმახსოვრე რას მეუბნებოდა. იმას ვგრძნობდი, რომ რაღაც სასიხარულოს მეუბნებოდა და მე ვეკითხები, მამა ხარიტონი მეთქი აი იმ ბდელზე, ბდელ მონაზონზე. მამა ხარიტონიო, ორმოდან ხო ამოიყვანეო, მეტი რა გინდაო. მართლაც წმინდა ნიკოლოზის მფარველობას მუდამ გრძნობს ყოველი ადამიანი, ვინც სიხარულით, სიყვარულით, რწმენით მიმართავს მას. მრავალი სასწაულები არის მის მიერ და ეს სასწაულები არ ილევა. აი დღეს ჩვენ შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს
რომ მისითა ლოცვითა გამთლიანო საქართველო, დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო. და მე იმედი მაქვს, რომ წმინდა ნიკოლოზი შევისრულებს ამ თხოვნას. ამინ. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა მღვდელმონაზონი იოსებ ანჯაფარიძე ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და იღუმენის ხარისხში აიყვანა. დღესვე მღვდელი გიორგი მეშველდიშვილი ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა და დეკანოზის ხარისხში იქნა აყვანილი. კათოლიკოს პატრიარქმა მონაზონი თეკლე გველესიანი კრძანისის წმინდა საბა გამწმენდელის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრად აკურთხა და იღუმენიას ხარისხში აიყვანა. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია და მისი ხელმძღვანელი მარატ ციცქიშვილი დალოცა. დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ ჩვენ სამღვდელოებას. მღვდელმონაზონი იოსები ანჯაფარიძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აყვანილია იღუმენის ხარისხში. აქსიოს მღვდელი გიორგი მეშვილდიშვილი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს მონაზონი თეკლე გველესიანი დანიშნულია კრძანისის საბა გამწმენდელის დედათა მონასტრის წინამძღვრად და აყვანილია იღუმენიას ხარისხში. აქსიოს წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ცხოვრება ღვთაებრივი ნათლით იყო გაბრწყინებული. მის ლოცვასა და შემწეობას მრავალი ადამიანი ხორციელი თუ სულიერი სიკვდილის განუხსნია. წმინდა მღვდელმთავარი სხვაში დასახსჯობად განწირულებს არაერთგზის შეეწია. მან ტყვეობიდან იხსნა ადამიანები და გაათავისუფლა დილეგში მყოფნი. წმინდანი ბრმებს მხედველობას, ყრუებს სმენას, უტყვებს კი მეტყველების უნარს უბრუნებდა. წმინდა ნიკოლოზის ლოცვას ძლევდა ეშმაკებს და კაცთაგან განდევნიდა მათ. მისი ლოცვის მადლითა და ძალით ქარიშხალი და მღელვარე სხვაც კი მშვიდდებოდა. სრულიად საქართველოს ულოცავ წმინდა ნიკოლოზობის დღეს. არ მოკლებოდეს მისი ძალა და მადლი და ყველას უსურვებ სიყვარულს და მთლიანად საქართველოს გამთლიანებას. სრულიად საქართველოს მინდა მიულოცო წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის დღესასწაული. ის ჩვენი საქართველოს მფარველია, სასწაულმოქმედი მოწყალე. გაბრწყინდეს ჩვენი საქართველო მისი ლოცვავედრებით. ყველა ქართველებმა ცოდები დაუტევოთ, რა თქმა უნდა და შევეცად რომ შევიყვაროთ ერთმანეთი. წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარში 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები დიდი ხნის განმავლობაში ევედრებოდნენ ღმერთს მათთვის შვილი ებოძებინა. მათ უფლის წინაშე აღთქმა დადეს, რომ თუ პირმშო შეეძინებოდათ, მას უფალს მიუძღვნიდნენ და ღვთისმსახურად აღზრდიდნენ. ღმერთმა მათი ვედრება შეისმინა. წმინდა ნიკოლოზის დაბადებისთანავე მისი დედა, რომელსაც წლების მანძილზე მციმესენი ტანჯავდა, სრულებით განიკურნა. ნათლისღებისას კი ჩვილი ემბაზში დამოუკიდებლად დადგა ფეხზე.
წმინდა ნიკოლოზმა ყრმობიდანვე კარგად შეისწავლა საღმრთო წერილი. პათარის ეპისკოპოსმა იგი ჯერ მედავითნედ დაადგინა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. წმინდანმა მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული ქონება ღარიბებს დაურიგა, რის შემდეგაც ჯერ პალესტინაში გაემგზავრა. მოგვიანებით კი იერუსალიმის სიწმინდეები მოილოცა. სამშობლოში დაბრუნებული წმინდა ნიკოლოზი განდეგელი ცხოვრებისკენ ისწრაფვოდა, თუმცა სხვა იყო ღვთისნება. მას თავად უფალი გამოეცხადა და ძვირფასი თვლებით შემკული სახარება უბოძა. ყოვლა წმინდა ღვთისმშობელმა კი მღვდელმსახურის შესამოსელი ომოფორი უწყალობა. ამ ამბიდან მცირე ხნის შემდეგ წმინდა ნიკოლოზი მირონ ლუკიის მთავარეპისკოპოსად აირჩიეს. დიოკლეტიანეს მეფობის დროს ქრისტიანთა მასობრივი დევნა მიმდინარეობდა. არეულობის შამს წმინდა მღვდელმთავარიც დააპატიმრეს. საპყრობილეში მყოფი წმინდა ნიკოლოზი ქრისტიანებს რწმენაში განამტკიცებდა და იქაური მძიმე ყოფის დაძლევაში ეხმარებოდა. მოციქულთა სწორ კონსტანტინე დიდის გამეფების შემდეგ წმინდა ნიკოლოზი თავის სამწყსოს დაუბრუნდა. 325 წელს მან მონაწილეობა მიიღო ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაში, სადაც ქრისტიანობის ერთიანი სიმბოლო ბრწამს მიიღეს. წმინდა ნიკოლოზი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ადგილობრივ საკათედრო ტაძარში წლების განმავლობაში უხრწნელად იყო დაცული მისი წმინდა ნაწილები. მათგან მოედინებოდა მირონი, რომლითაც მრავალი ადამიანი იკურნებოდა. 1087 წელს წმინდა ნაწილები იტალიის მცხოვრებლებმა ქალაქ ბარში გადააბრძანეს, რადგან მირონ ლუკიაში მას მაჰმადიანების მხრიდან საფრთხე დაემუქრა. სახელი ნიკოლოზი ხალხთა მძლეველს ნიშნავს. წმინდა მღვდელმთავარი ჭეშმარიტ მძლევლად იქცა, მაგრამ არა როგორც მხედართმთავარი. ის იბრძოდა არა מחვილით, არამედ ღვთის სიტყვით, რწმენითა და მხურვალე ლოცვით, რომელიც მრავალ სასწაულს აღასრულებდა. წმინდა ნიკოლოზი მოიპოვებდა არა ქალაქებსა და სახელმწიფოებს, არამედ უფრო დიდსა და მთავარს, კაცთა სულებს, მათგან ბოროტს განდევნიდა და ადამიანებს შეეწეოდა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 19 დეკემბერს, მისი აღსრულების დღესა და 22 მაისს, მისი წმინდა ნაწილების მირონ ლუკიიდან ქალაქ ბარში გადაბრძანების დღესასწაულზე.